ჟენევის მოლაპარაკებების 38 რაუნდი რუბრიკაში კვირის თემა. 13-14 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 38 რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევიც იმყოფებოდნენ. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკეებს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც ქართული მხარის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიების შეფასებისას აცხადებენ, დევნილთა დაბრუნების საკითხზე განხილვა ამჯერადაც ვერ შედგა, რადგან მოლაპარაკეებზე აფხაზური და რუსული დელეგაციების წარმომადგენლებმა კვლავ დატოვეს დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მოლაპარაკეების პროცესისადმი თავიანთ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას. საბაბი იმისა, რატომ არ ხდება ამ თემის განხილვა, იგივე, რაც აქამდე მოგვისმენია, რომ საკითხი დევნილების შესახებ იხილება გაეროში, სადაც აფხაზებს ნომა არ აქვს და აქედან გამომდინარე, ისინი პროტესტის ნიშნად არ იღებენ განსახილველად ამ საკითხს ჟენევის ფორმატში. ყველა თემის წამოწევა მოხერხდა, თუმცა მე ვწუხარ, რომ ისევ ვერ მოხერხდა, მაგალითად იმავე ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში მთავარი დევნილთა დაბრუნების საკითხის არსობრივი განხილვა. ჩვენი პოზიცია და ზოგადად ის განუყოფელი უფლებები, რომელიც აქვს დევნილებს საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების ეს დისკუსიას არ ექვემდებარება ცხადია. ეს ყველასათვის კარგად არის ცნობილი. მე იმედს მაინც გამოვთქო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი რაუნდია ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ თემაზე არსებითი საუბრის გამართვას და დისკუსიის გამართვას რეალურად. იქიდან გამომდინარე, რომ დანარჩენ მონაწილეებს არ აქვთ სურვილი და ძალიან საკმაოდ უხეში პროტესტის ფორმით ისინი ტოვებენ დარბაზს და არ განიხილავენ ამ თემას. ჩვენთვის მიუხედავად ამისა ეს თემა რჩება ცენტრალური და კვლავაც იქნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ქართული მხარის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პროცესზე და დაგმეს მოსკოვის მხრიდან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების თაობაზე ეგრეთ წოდებული შეთანხმების რატიფიკაცია, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში გააქტიურებული მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების საკითხი. ასევე ყურადღება გაამახვილეს გალის რაიონში ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს ადგილზე თავისუფალ გადაადგილებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებას. დისკუსიებზე ქართულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი განმარტებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. გაიმართა ინტენსიური მოლაპარაკებები ძალის არ გამოყენებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციის გამო აქაც ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა. ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟენევაში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეზე მიუთითეს და ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის ტენდენციურობასაც გაუსვეს ხაზი. ქართული მხარის განცხადებით რუსული მხარის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის კონფლიქტის ზონაში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებთან. ჟენევის ყველა შეხვედრაზე რუსული მხარი, როგორც წესი, აპროტესტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველთვიურ ანგარის გალში არსებული ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ და ყოველთვის ერთი და იგივე ტონალობაში. იქ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლობას შესვლის უფლება არ აქვს. მონიტორინგის საშუალება აკრძალულია. მიეცით საშუალება ამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თუ ის ტყუილია თუ სხვა რამე დევს ინფორმაციაში ამის დადასტურება შეიძლება.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც მხოლოდ განცხადებები კეთდება და რეალურად საერთაშორისო მისიებს არ ეძლევა შესაძლებლობა, მათ შორის ადამიანის უფლებების მისიებს იმისა, რომ შევიდნენ, საკუთარი თვალით ნახონ, მათმა ექსპერტებმა ნახონ არსებული ვითარება, ამიტომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ გარკვეული მოხსენებების სიმართლეს არ შეესაბამება, ძალიან წინააღმდეგობრივია, უშუალოდ იმ პოზიციასთან, რომ ამ ორგანიზაციებს უბრალოდ არ უშვებენ ამ ტერიტორიებზე, რომ მოახდინონ რეალურად იგივე სურათის დანახვა ფაქტობრივად დარწმუნებულია, რომელიც ისედაც ხდება ამ ანგარიშებში. ცხადია, მათი დიდი სურვილი და მცდელობა არის ხოლმე, რომ ყოველ ჯერზე მოახდინონ აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში შესვლა და ამაზე ყოველთვის იღებენ უარს იქ მაკონტროლებელი რეჟიმის მხრიდან. ქართული მხარის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლათებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. საქართველოს დელეგაციამ ეგრეთ წოდებული საკონტროლო გამშვები პუნქტების შესაძლო შემცირების საკითხიც დააყენა, რომელიც ჟენევის დისკუსიებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაჯიმბას ხელისუფლებამ დააანონსა. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, აფხაზურმა მხარემ გადასასვლელი პუნქტების შესაძლო შემცირების შესახებ გალის ადმინისტრაციის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელის ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა ქართულმა მხარემ ჟენევაში იმ მძიმე მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა, რაშიც გამშვები პუნქტების გაუქმების შედეგად ისედაც რთულ პირობებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა აღმოჩნდება. აფხაზურმა მხარემ არ დაადასტურა ნადარეიას ძალიან მკვეთრი განცხადებები, დარჩება თუ არა 2 გადასასვლელი თუ დარჩება ეს 4. ენგურზე გადასასვლელი შემცირების პრობლემა იმდენად ძიმეა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომ ჩვენ არანაირი უფლება არ ქონდა, რომ ეს საკითხი არ წამოგვეწია და სერიოზულად წამოვწეთ ეს საკითხი. რამოდენიმეჯერ თვითონ ჯგუფის ხელმძღვანელის მთავარი მომხსენებლის კანკავას ინფორმაციაში გაჟღერდა. უფრო მეტიც მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ თანათავმჯდომარეებმა წამოწიეს ეს საკითხი და მათ გამოთქვეს უკმაყოფილება. ამის გამო მოიტანეს ჟენევის ფორმატამდე ის განწყობა ნეგატიური, რომელიც აქ ადგილობრივ მოსახლეობას ამ საკითხისადმი და რა შესაძლებელი ნეგატივ შეიძლება მოიტანოს ასეთმა გადაწყვეტილებამ. თქვენ იცით, რომ ეხლა რამდენიმე ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტია, რომელთაც მოსახლეობა სარგებლობს და კომუნიკაცია აქვს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, იქნება ჯანდაცვა, ყოველდღიური ასე ვთქვათ შემოსავალი თუ ასე შემდგომ და თუ კი ეს განცხადებები სისრულეში მოვა, რის წინააღმდეგაც მიმართულია მთელი ჩვენი ძალისხმევა, პრევენციულია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა კიდევ მოსახლეობისთვის. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი დიდწილად ეხებოდა პრობლემების გაჟღერებას, მაგრამ ამავდროულად გამოსავლების შეთავაზებას და ძალიან ბევრი აქცენტი იყო სწორედ ჰუმანიტარულ მხარეზე ყველა გადაწყვეტილების, რომელიც ეხლა მიიღება, ვითარების, რომელიც არის შექმნილი და ყველაზე მეტი იმედი გვაქვს სწორედ იმის, რომ აი ეს ჰუმანიტარული მოსაზრებებით ჩვენ იქნებ გამოვნახოთ საერთო ენა, რომ მოსახლეობას ავარიდოთ კიდევ დამატებით პრობლემები, რომელიც მათ არ აკლიათ სამწუხაროდ. ქართული მხარის წარმომადგენლების მიერ ასევე დაისვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი. ხაზი გაესვა ვითარების გამოსწორების მიზნით სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კვლავ დააყენა 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების საკითხი. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. საერთაშორისო ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს მშობლიურ ენაზე სწავლების ფუნდამენტური უფლების დაცვის აუცილებლობას, რის უფლებაც წართმეული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის საერთაშორისო დონის, მაღალი დონის ექსპერტების საინფორმაციო სესიის გამართვა, მათ დაადასტურეს ის, რაზედაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ არა ჩვენს მიერ მოგონილთ, არამედ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ ქართული ენის აკრძალვა არის საერთაშორისო აღიარებული ნორმების უხეში დარღვევა.